ქიაჩელის ქუჩაზე ვართ, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მყუდრო, ძველებურ, აი ესე ცოტა დახავსებული, ძალიან ლამაზ ტიპიურ ქუჩაზე. ამ ქუჩაზე და ამ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ სახლთან 20 ნომერში, სადაც ცხოვრობენ მირზაშვილები. თენგიზ მირზაშვილის ოჯახი. ჩვენ დღეს ამ ოჯახში ვართ დაპატიჟებული ქალბატონ მანანასთან, ბატონი თენგიზის ჩუფჩიკას მეუღლესთან გადაღების უფლებით და მარ გახარებული რომ შემიძლია თქვენ შეგახედოთ იმ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ბევრს ხელი და თვალი არ მიუწვდება. გონია რომ ეს ძალიან ემოციურია და ბედნიერება რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები როგორც ქალბატონი მანანა და ასეთი ოჯახები როგორც თენგიზ მირზაშვილის ოჯახია. როგორ ნატრევი ამაზე უფრო ქართული, ამაზე უფრო ნამდვილი, ამაზე უფრო არამოგონილი, ამაზე უფრო გემრიელი ვიდრე ქალბატონი მანანას ვაშლის ნამცხვარია. ამაზე უფრო სულიერი სამყარო ჩემთვის არ არსებობს. ნამდვილად. ასე სავსე არ ვარ არსა. გურიაში მემართება კიდე, აი ჩემი ბავშვობის სახლში რომ ჩავდივარ, იქ მაგ იგივე განცდები. არ ვიცი, აი კანით მეხება. ყველაფერი მავსებს, მახარებს და ამახს მომყოფებს, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ. ხომ შეიძლება და აქ არ გავჩენილიყავი. აი ხომ შეიძლება რომ მე არ ყოფილიყავი ამ ქვეყანაში და გავჩენილიყავი ინდოეთში, ირანში, რა ვიცი კიდე სადაც ასევე მომწონს რაღაცები. ბედნიერი ვარ რომ მე ამის შვილი ვარ და ეს ჩემია. ჩემი ესთეტიკაა, ჩემი სიყვარულია, ჩემია, რა კაი სიტყვაა, ჩემია. როცა შენია, როცა გრძნობ შენ იმის ნაწილად, შენს თავს, შენს ნაწილად რომ გრძნობ იმას და ის შენ ხარ. არა თუ შენი ნაწილია, შენ ხარ ის. ეს არის ბედნიერება. თენგიზიც აქ ცხოვრობდა და ყველა მის ნამუშევრების სანახავად აქ მოდიოდა. მხატვრობა იყო ის რომ გიждდებოდა აი ამ მთიან საქართველოზე. ყველაფერი იცოდა ზეპირად, ქტიტორებზე, ფრესკებზე, ბუგეულის ფრესკებზე, კრიხის, ზემოგრიხის, ქვემოგრიხის ეკლესიებზე რაც იყო თავმოყრილი. ნუ აი ყველაფერი რაც მის საყვარელ საქართველოს შირდებოდა. შეიძლება მომერიოს წრებლები. აი ასეთი ამბები იყო, ცხოვრება ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო, მეტი რომ არ შეიძლება. ვაიმე, ზურაბ, როგორ მიხარხარ, როგორი აი მგონი ხარ, რომ ანგელოზი ხარ. მართლა ანგელოზი თუ ინია თქვენ ხართ, მე რა ანგელოზი. და ეს რა სილამაზე. სესუმზირები მოგიტანეთ. დედა რასი, ვაიმე არ შემიძლია. როგორ ბუთხუზა. ვაიმე დედა კაკი პუშისტი, красивый, აი ლისზე კაკი ვაიმე. თქვენ ჩადეთ მე რომ დაისვენეთ. კი, სპეციალურად ამათ ჭურჭელი სულ გამჭვირო არის შუშაზე გიждდები და როცა წყალი ასხია და თუ სარკესთან დგას ახლოს და მაშინ სულ გიждდები. თქვენი სახლი ჩვენთვის დაალაგეთ თუ სულ ასე გაქვთ მოწესრიგებული? არა, თქვენთვის. იცით რამდენ ხანს ვალაგებდი მე ავადმყოფობის მერე საერთოდ და ვერ მივიყვანე ბოლომდე და თქვენმა მოსვლამ დააჩქარა და მიშველა, აი ხო გეუბნებით, თქვენ ახართ ანგელოზი მფარველი ადამიანის. როგორ საყვარელი ხართ, როგორ? თოჯინასავით ხარ? მართლა? საყვარელი თოჯინასავით. რუსული თოჯინები რო არიან, რაღაცნაირები, ასე წითელი ლოყებიანი. წითელი? ეხლა ცოტა გავწიფდი ალბათ. ხო, ცოტა იღელვეთ. ამ იმაზე ნერვიულობდი. რა გაქვს ნერვიულო რა თქვენ რა. თუ გრძნობთ როგორ სილამაზეში ცხოვრობ? თუ აღარ. ვაიმე, ამითი ცოცხლობ, რომ აი ესეც თენგიზის ჩუჩიკას წყალობით მოხდა ყველაფერი. აბარა.
როგორ შეიძლება აი მე რას ვერ ვიგებ იცი და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ასეთი უბრალოება რაც ამ კაცს ჰქონდა თქვენს მეუღლეს ასეთი უბრალოება და ასეთი სიდიადე ერთად ეს როგორ თავსდება ერთ ადამიანში იცით რა იმიტომ რომ მართლა ადამიანების მიმართ იყო უაღრესად ყურადღებია ახალგაზრდებს რო შეატყობდა რომ რაღაცა ის აქვს ნიჭი არ მოეშვებოდა უნდა მოახდინოთ ბოლომდე ამომწურავად და რეალიზება მოახდინოთ ამ თქვენი ნიჭისო ესე ადვირად ვერ დამიძვრებითო და ამასაც ავალებდა ამას ავალებდა ეხლა ის იმ მხატვარს გაეცანით ის მხატვარი გაიცანით კარგად დააკვირდით კარგად და ეს მწერალი ამ ეს ნაწარმოები წაიკითხეთ და ის ნაწარმოები წაიკითხეთ სამხარდა ჩავდობილი რაღაცა შეხედა რაღაცას და თქვა მე მგონი მე ცოტა გენიოსი ვარ კაი აბა რა მეთქიოთ ეთერებ ცნობაში არ ვთქვამს და რა როგორი ეგეცა პირიქით ამ კარგად დედნიერად